ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღებულ მტრულ აქტს კიდევ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ საბოლოოდ შევიდეს ძალაში. ხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონ ტრამპის ხელმოწერა, რაც მრავალთვიანი პროცესია. 20 იანვარი კარგახანია გავიდა და კიდევ ბევრი თვის 20 რიცხვი გავა, მაგრამ რუსი ოლიგარქის მარიონეტი ვითომ თავის დასამშვიდებელ მიზეზს სულ იპოვის. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ მოგვიანებით. 20 იანვარს 6 თვეში 2030 წელს. მანამდე კი ყველაფერი ლოგიკურად მიდის. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მეგობარი აქტი მიიღო, რომელიც ორპარტიული კანონპროექტია ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მეგობარი აქტი არ ვიცით რა არჩევენ ეგეთი ასეთი აქტის შესახებ საქართველოს არ აქვს ინფორმაცია. რეჟიმის ჭანჭიკები მეგობარ აქტს მტრულ აქტს ეძახიან და ეს საკმაოდ ლოგიკურია. რაც საქართველოსთვის მეგობრულია, ის მტრულია რიგითი ქოცი ჩინოვნიკისთვის, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესები დიდი ხანია მკვეთრად არის აცდენილი ერთმანეთს. მეტიც, ქართული ოცნება წლებია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა და ამაში ხელს სწორედ დასავლელი პარტნიორები და ქართველი ხალხი უშლიან. ამიტომ ყველას აგენტად და მტრად აცხადებენ, ვინც მათ ქმედებებს აკრიტიკებს. ესენი არიან მართლა თაღლითები. რა მნიშვნელობა გინდა სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს? ესენი იყვნენ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, ეს სენატორები წარმოადგენენ deep state-ს. ჯემრიში თავის დროს მეგობრობდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან. მე მინდა მას მოუწოდო გადააფასო საკუთარი შეხედულებები თუ ამის რესურსი მას გააჩინა. მეგობარი აქტის წარმომდგენი ამერიკელი სენატორი ახლა გახდა თაღლითი მატყუარა და deep state-ის წევრი. თორე როცა ივანიშვილს ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდა და ადგებოდა, მაშინ ზარზე იმით ხვდებოდა. დიდი მადლობა ქალბატონ სენატორ შაჰინს, სენატორიჩს. დიდი მადლობა რომ მოიცალეს და გაეცდნენ ჩვენ შედეგებს. გუშინდელი დღით ძალიან კმაყოფილნი არიან, ქართველმა ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ გქონდა საუბარი მომავალზე, როგორ განავითაროთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეგობართან და როგორ განავითაროთ დემოკრატია საქართველოში. მერე, როცა ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს აცდა, ყველა ვინც ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა, deep state-ის აგენტურად იქცა. აქ მთავარი არის თუ როდის იქნა ეს აქტი მიღებული. ეს მიღებულია სენატში მიღებულია 31 მარტამდე და ეს თითქოს ერთგვარი მუხტის მიცემას გავს, რომ აქცია ჩატარდეს, ახალისდნენ ადამიანები და რაღაც ახალი შემართება და ახალი ცეცხლი გაჩნდნენ ჩვენ დედაქალაქის ქუჩებში და ყველაზე მეტად დიდი კითხვის ნიშნები აქ დგას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება, რომ როდესაც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია სრულ ბრძოლას უცხადებს deep state-ს, ხედავთ რომ deep state-ის წარმომადგენლებს საცეცები ჯერ კიდევ აქვთ მყარად გადგმული და მათ შეუძლიათ რომ თავიანთ აგენტურას მიაღებინოს ესეთი აქტები, როგორც საქართველოს მტრული აქტი ქვია. ამერიკის პრეზიდენტი ქოცის კოგნიტურ დისონანსს ჯერჯერობით მხოლოდ ამწვავებს. deep state-ი რომ დაუყოვნებლივ უნდა დაემარცხებინა, ზუსტად იმ ტრამპმა გამოუცხადა მეგობარი აქტის წარმომდგენ სენატორ რიშს სრული მხარდაჭერა, რომელ რიშსაც თავის მხრივ ივანიშვილის ხელის ბიჭები ამავე deep state-ის წევრად მოიაზრებენ. გაყურადღებოა გავითვალისწინოთ ის პროცესი, რასაც საკანონმდებლო პროცესი ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც როგორ იყო მიღებული ეს აქტი და სად იყო, რა ეტაპზე არის ამ აქტის მიღება. ეს იყო საკომიტეტო მოსმენაზე. საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო ეს აქტი 10, როგორც შემთხვევით ცნობილია, 10 სხვა კანონპროექტთან ერთობლიობაში ეყარა კენჭი. არ ყოფილა მისი დეტალური განხილვა ამ კომიტეტზე. ამ აქტმა მხარდაჭერილმა ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონ ტრამპის ხელმოწერა, რაც მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ურთიერთობების გადათვლითვა და ეს აქტი არავის გაახსენდება. მოვა დრო და ვინმე პატასალია მართლა არავის გაახსენდება. მეგობარი აქტისა და სენატორი რიშისგან განსხვავებით. აი ზარქუა კი გაახსენდებათ. სამშობლოს ღალატის გარდა იმითაც შევა ისტორიაში სენატორ შაჰინს ჩათლახი რომ დაიწყო. ჩათლახი. ამ დროისათვის კი ფაქტად რჩება. ოცნების რუსულმა რეჟიმმა ამერიკასთან ურთიერთობები ვერ გადადვირთა. სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენილი არ არის, ელჩი კვლავ არ გვყავს გაგზავნილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული ივანიშვილი კი დასანქცირებულად რჩება. სანქციებზე გამახსენდა მთავარი ჩანაწერი მეგობარ აქტში, რომელსაც ივანიშვილი და მისი დამქაშები
სანქციები წყობიდან გამოჰყავს, ასე ლამაზად გამოიყურება და ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მოთხოვნას დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ. თუ უკვე დაწესებულ სანქციებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ამერიკა და მთელი დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს და აანალიზებს, თუ ვინ უთხრის ძირს საქართველოს ზემოთ ხსენებულ სუვერენიტეტს. ამიტომ ვერ მოვერევიან. ბები ჩემია. ერთი ხოხობი. ალას ანზე რომ შეიფრთხილო. ყველაფერი კლანის წევრად მიჩნეული მოსამართლეებით დაიწყო. მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო სანქციები ამერიკამ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო დაუწესა. მალევე საქართველოს რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ და სანქცირდა ივანიშვილის ყოფილი მთავარი პროკურორი და ამავდროულად ოჯახის ახლობელი ოთარ ფარცხალაძე. 2024 წლის ივნისში ამერიკამ სავიზო აკრძალვა დაუწესა საქართველოს 30-მდე მოქალაქეს. იმავე წელს სექტემბერში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხვრის მიზეზით სიას კიდევ 60-ზე მეტი ადამიანი დაემატა. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარეზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. 19 დეკემბერს მაგნიტსკის სიას დაემატნენ ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე. 2024 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგის სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის. სოლო ბოდიშკაც. კრეზეს იმდიდრეს. ლეგენდად ოქროს. ლასმო თიალეს. ბები ჩემია. ერთი ხოხობი. ალას ანზე რომ შეიფრთხილო. ამიტომ ვერ მოვერევიან. 15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა 17 ადამიანს. ესტონეთმა დამატებითი პერსონალური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 14 თანამდებობის პირს. მანამდე კი 2 დეკემბერს ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 პირს. ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს. 19 ადამიანს დაუწესა სანქციები უკრაინამ. საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის მიმართ ძალადობაზე, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ხარებას, სირაძეს და კეზევაძეს სანქციები დაუწესა ჩეხეთმა. 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ. ყველა ეს ადამიანი კი ოცნების დასმულმა უდიპლომო პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს, მილელი ლაგაზაურს. სანქციების კიდევ ერთი ტალღა გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვები დაუწესა. 27 დეკემბერს კი შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ამ დღის შემდეგ პროპაგანდის მთავარი საზრუნავია ხალხს დააჯეროს, რომ სანქციები ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს. თუმცა პროპაგანდის პარალელურად და დასანქცირებიდან რამდენიმე დღეში 31 დეკემბერს ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს და ამ კომპანიებზე იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. ბრიტანული სანქციების მოლოდინში კი უკვე ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქი ოფშორებიდან გამორბის. კრედიტ სუისისთვის მოგებულ თანხას ვერ იბრუნებს. დასავლეთში არავინ ელაპარაკება. ხალხი მუდმივად ქუჩაშია, ხელისუფლება არალეგიტიმურია, პარლამენტი ერთპარტიულია, ოცნების თავკაცები კი დგანან და ამტკიცებენ, რომ სანქციები არ მუშაობს. ევროპაში აკრძალული მაღალ და დაბალ ჩინოსნები ახლა ჩინეთში, ირანში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ემირატებში დარბიან, სადაც ხან ჰამასის ლიდერებთან ერთად პოზირებენ და ხანაც თემურ ლენგის მემორიალებს ამკობენ გვირგვინით. ქვეყნის შიგნითაც მოღალატეობრივი ქმედებები არ წყდება. რუსი ოლიგარქის მიერ გამოგონილ კომისიაზე არალეგიტიმური დეპუტატები ქვეყანას საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ, გარეთ გამართულ აქციაზე კი პლაკატის ჭერის გამო წარწერით ანწუხელიძე უკვდავია, აქციის მონაწილეებს აკავებენ. თავარია რუს საამონდაც.
წყალსაც საუღია მთელი დასავლეთი deep state-ით თუ მის გარეშე, თუ ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას არ მოემსახურებიან. ფაქტი კი ერთია, ოლიგარქის ხელისუფლება ვერ მიიღებს გარე ლეგიტიმაციას, სანამ ქართველი ხალხი ქუჩაშია. ამერიკა, ევროპა და მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის საქართველოს მოქალაქეების მხარეს იქნებიან. 120 დღიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე კი ძალიან მკაფიოა, რომ არ იქნება ახალი არჩევნები, არ იქნება ლეგიტიმაცია. და ხო, ანწუხელიძე ბევრად უფრო ცოცხალია, ვიდრე პარლამენტად წოდებულ ბუდკაში მჯდომი ნებისმიერი სამშობლოს გამყიდველი.